მე ვარ ნინო ბუაძე, აზროვნების აკადემიაში ვმუშაობ 2019 წლიდან. შესავალში მინდა რომ ცოტა აზროვნების აკადემიის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვიცი რომ აქ ხართ მშობლები, ვინც უფრო დიდი ხანია იცნობთ ამ ორგანიზაციას, ასევე შეიძლება იყოთ ის, ვინც წელს პირველად შემოუერთდით. ზოგადად ეს ორგანიზაცია 2017 წლიდან იღებს სათავეს და ეს არის პირველ ეტაპზე იყო ყოველ შემთხვევაში საგანმანათლებლო სივრცე და შემდგომ რა ეტაპები გაიარა, ამაზე მოკლედ გესაუბრებით. ეს იყო სივრცე, რომელშიც პირველ ეტაპზე იყო სალონური საუბრები. 2017 წელს მართალია ძალიან დიდი დრო არ გასულა, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი განსაკუთრებული სივრცე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ადამიანები არაფორმალურ გარემოში, არაფორმალურ განათლებას ცოტა მოწყურებულები იყვნენ, განსაკუთრებით ზრდასრულები, რომლებისთვისაც ბევრი სერვისები მაშინ არ არსებობდა. და ეს სალონური საუბრები იყო, ალბათ ხართ სალონურ საუბრებზე ჩვენთან თუ არა სხვა სივრცეში ნამყოფი, იყო დაახლოებით ისეთი ფორმატის, როგორც დღეს იქნება ჩვენი შეხვედრა, სალექციო და ინტერაქციული ფორმატი. და ხვდებოდით მწერლებს, პოეტებს, ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო მაყურებელმა აზროვნების აკადემიის დამსახურებით და გულწრფელად მე სანამ დავიწყებდი ამ ორგანიზაციაში მუშაობას, არც ერთ სამსახურში არ მქონდა ესეთი ძაფრი სურვილი, მიკუთვნებული ყოფილიყავი, როგორც ამ სივრცესთან და ზოგჯერ ადამიანებს რაღაცა ოცნებები გვიხდება და ჩემთვისაც ეს ზუსტად ის ოცნება იყო, რომელიც მაშინ მე ამიხდა, ეს ღიად არასდროს არ მისაუბრია, როდესაც მოვდიოდი გასაუბრებაზე, ერთი პერიოდი ცოტა შევყოვნდი, რამდენად ვიყავი მზად ამ ორგანიზაციის ნაწილი ყოფილიყავი, ან თუ დააკმაყოფილებდნენ ჩემს ამბიციას მათი ნაწილი ყოფილიყავი. და მოკლედ ეს იყო გასაუბრება, სადაც დასჭირდათ ბავშვების მიმართულებით სპეციალისტი. თვითონ აუდიტორიისგან წამოვიდა ესეთი თხოვნა, რომ რა იქნებოდა, რომ აზროვნების აკადემიაში ყოფილიყო სივრცე დაახლოებით ისეთივე საგანმანათლებლო არაფორმალური სივრცე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის და ზუსტად აი ამის დამსახურებით აღმოჩნდა მე ის სერვისები, რომელსაც მე ეხლა მე დეტალურად მოგიყვებით, რომელზეც ვისაუბრებ. სალონური საუბრებით დაიწყო, 8 წლის განმავლობაში ჩატარდა 1000-ზე მეტი სალონური შეხვედრა და 35,000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა სალონურ საუბრებზე შეხვედრას. კურსები ონლაინაც არის ხელმისაწვდომი და შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ, რა კურსები არის ჩვენთან. ონლაინ აკადემიის იდეა, ისევე როგორც ალბათ ყველა სივრცეში, გაჩნდა პანდემიის დროს და პანდემიამ სხვათა შორის ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გააჩინა, იმიტომ რომ რაღაცნაირად როგორც დღესაც ვისაუბრებთ, მობრძანდით დაძაბულობის ზონა რო აღმოჩნდება ხოლმე განვითარების ზონა, აზროვნების აკადემიისთვისაც ესეთი დაძაბულობის ზონა იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც აგვიკრძალეს სერვისებში ბავშვების მიღება და იქ გაჩნდა იდეა ონლაინ აკადემიის. ონლაინ აკადემიამ მოგცა ის, რომ გავედით ბევრად უფრო ფართო აუდიტორიაზე, იმიტომ რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები, რეგიონებში მყოფი ქართველები ვერ იღებდნენ ისეთი ინტენსივობით და იმ სერვისებს, რომელიც ჩვენთან იყო და ამიტომ ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მათთვის. თუმცა ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე მოლოდინი, რომ რაღაცა გამოწვევა თითქოს დროებითია და მე სერვისიც ამოწურავს თავის თავს. ამ შემთხვევაში ესე არ არის. ჩვენ შემთხვევაში ისე არის, რომ ონლაინ აკადემიამ გააგრძელა თავისი ფუნქციონირება, ისევე როგორც კურსმა, რომელსაც ქვია ინტენსიური საგანმანათლებლო აქტივობების. ამავე პერიოდში გაჩნდა იდეა გამომცემლობის და ძირითადად პირველ ეტაპზე დაიწყო არსებული ლექციების, ესე ვთქვათ, გაზიარება, უკვე ესე ვთქვათ, იმ ფორმატით, რომ წიგნი ყოფილიყო და შესძლებოდათ სურვილის შემთხვევაში მიიღოთ ეს ცოდნა და რაღაცნაირად ნივთად ქცეულიყო, რაღაცა რესურსად ქცეულიყო, ხო ჩვენ ხო როდესაც რაღაცას ვისმენთ, გვინდა რომ იმ ნაწილს ხშირად დაუბრუნდეთ და წიგნი არის ალბათ ის შესაძლებლობა, როცა გადაშლით და რაღაცნაირად კიდევ ერთხელ შეეხები და იმ ტემპით, იმ დინამიკით იგრძნობ იმ შინაარს, რომელიც შენ გინდა, ხო? აი, როდესაც საუბარია ხოლმე, ფილმი ჯობია თუ წიგნი ან ანიმაცია ჯობია თუ წიგნი, ყოველთვის ვეუბნებით, რომ წიგნს აქვს ის უპირატესობა, რომ შენ რა ტემპითაც გინდა, იმ ტემპით წაიკითხო, შენ როგორც გინდა, ისე გაიაზრო, შენ როგორი ინტენსივობითაც გინდა, იმ ინტენსივობით დაუბრუნდე და მიიღო და ესე ვთქვათ, შეიმეცნო.
კოვიდის თუ გახსოვთ ის პერიოდი, რომ რაღაცნაირად თითქოს გვეგონა რომ დამშვიდდა ეს პერიოდი და თითქოს აღარ გვემუქრებოდა, მაგრამ მე კიდევ მეორე ტალღა წამოვიდა 2019 წელს გაიხსნა აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი. ბაღის მახასიათებელი არის ის, რომ ფოკუსირებული არის ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე. მართალია, დღევანდელი სტანდარტი საბავშვო ბაღების, რომელსაც არეგულირებს, ორიენტირებულია ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე, თუმცა ეს სტანდარტი ჯერჯერობით არის უფრო გეგმა, ვიდრე რეალობაში განხორციელებული და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბაღში ინდივიდუალური განვითარების გეგმა, როგორც ტიპიურ, ისე არატიპიურ ბავშვებთან დაკავშირებით პირველად დაიწყო აზროვნების აკადემიის ბაღმა. ამიტომ დასაქმებულთა 80% იყო ფსიქოლოგი. ისინი გადიოდნენ ინტენსიურ გადამზადების კურსს. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მშობლებთან ურთიერთობის უფრო მეტად, უფრო ინტენსიურად, ვიდრე ვთქვათ, სხვა გამოცდილებები გვსმენია ჩვენ, გულისხმობ იმას, რომ არ იყო რაღაცა საერთო შეხვედრები, ზოგადი კრებები, სადაც გავდიოდით რაღაც ტექნიკურ დეტალებს, არამედ იყო ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან, რომ მათ მიეღოთ მხარდაჭერა ფსიქოლოგისგან, მეთოდისტისგან და ასევე გქონდა ისევე როგორც ყველა სერვისში ყოველთვიური შეხვედრები, ფსიქოსაგანმანათლებლო შეხვედრები. სექტემბერში, არ ვიცი, შეიძლება ხართ ინფორმირებული, უკვე წელს გაიხსნა პირველად აზროვნების აკადემიის სკოლა და ისევე როგორც ყველა სერვისს მიყვება ღირებულება, ესე ხერხემლად ინდივიდუალური განვითარება, ინდივიდზე ფოკუსირებული გარემოს შექმნა. კეთილი სკოლის ძირითადი ღირებულებები არის ინტეგრირებული სწავლება, კლასიკური განათლება და წიგნიერება, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო, მოსწავლის ინდივიდუალური პორტფოლიო, ფსიქოლოგების სასწავლო პროცესში ინტენსიური ჩართულობა. შარშან უпроსტად წელს ითვლება, მაგრამ სექტემბერში არა, იანვრის შემდგომ გაიხსნა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი. მოგეხსენებათ, ჩვენთან არის ფსიქოგანათლება, როდესაც ბავშვები მოყავთ ჩვენთან და განსაკუთრებით თუ არ აქვთ ცოდნა და არ არის აუცილებელი, რომ თითოეულმა ბავშვმა იცოდეს რა მიმართულებებით მუშაობს ფსიქოლოგი, ზოგიერთ ბავშვს აქვს შფოთვა, რომ ფსიქოლოგი არის ის, ვინც დიაგნოზს დასვავს, ფსიქოლოგი არის ის, ვინც უნდა რაღაცა თერაპია ჩაატაროს და სინამდვილეში ჩვენი სივრცე, რომელსაც სერვისის სახით გაწვდით, ეს იქნება ემოციური ინტელექტის კურსი თუ საკვირაო სკოლის კურსი არის ფსიქოსაგანმანათლებლო, თუმცა ფსიქოლოგიური განათლება არ ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის ის ფრაზა, ის მიღებული ცოდნა არ შეიძლება იქცეს თერაპიულად. ხო? ჩვენ ყველა ხვდებით, რომ რაღაცა ერთმა ფრაზამ შეიძლება ისე დაგვამოტივიროს, რომ ჩვენთვის გახდეს რაღაცა მოტივაციის ღერძი. მაგრამ მაინც ეს არ არის ინდივიდუალური თერაპია, ეს ძალიან კარგად გვესმის და რა თქმა უნდა, მომართვიანობა გვქონდა საკმაოდ მაღალი. ჩვენ თვითონ ვამისამართებდით ბავშვებს, თუ კი ის არ იყო იმ ეტაპზე ჩვენი სერვისის ნაწილი და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ საჭირო გახდა ინდივიდუალური თერაპიები, კონსულტაციები, ჯგუფური თერაპიები და შესაბამისად შეიქმნა ესეთი ცენტრი სახელწოდებით ინტეგრა. ზაფხულის და ზამთრის ბანაკები ჩვენ უკვე 10-ზე მეტ ნაკადს ვუმასპინძლეთ. ძირითადად ისევ არიან ჩვენი პედაგოგები აქტიურად ჩართული, ფსიქოლოგიის და ლიტერატურის კურსი ბანაკშიც მიმდინარეობს, ანუ თითოეულ დღეს არის ფსიქოლოგია და ლიტერატურა, გარდა მხიარული აქტივობებისა, სპორტული აქტივობებისა, შემოქმედებითი, შემეცნებითი, გამაჯანსაღებელი აქტივობებისა გვაქვს კიდევ ფსიქოლოგიის და ლიტერატურის კურსი და ეს სივრცე არის ცემი. მოზარდებისთვის პროექტები და ბავშვებისთვის 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის გვაქვს ინტენსიური განმავითარებელი აქტივობების კურსი. ამ კურსის დაბადებაც გამოიწვია კოვიდმა, იმიტომ რომ როდესაც დაიხურა ბაღები, მშობლები გთხოვდნენ რაიმე მოგვეფიქრებინა ისეთი, რომელიც იქნებოდა ბავშვისთვის რესურსული, თავდაპირველად დავიწყეთ ეს კურსი ჩვენი საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის, თუმცა კურსის მოთხოვნიდან გამომდინარე გავაფართოვეთ და ამ ინტენსიურ კურსში მოვიცავთ კვირაში 3 დღიან შეხვედრა საათნახევრის განმავლობაში. ასევე გვაქვს ფრესკულის პროგრამა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა იმ ბავშვებისთვის, ვისაც ბაღში ადაპტაცია უჭირს
და ესეთი ბავშვები ალბათ გაგვიგია ჩვენს ირგვლივ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით. დღეს არ გვაქვს ადაპტაციის თემა, თუმცა თუ კითხვები გაჩნდება, ცხადია შევეხებით. ბავშვებს, რომლებსაც საბავშვო ბაღში ადაპტაცია უჭირთ, იმ ბავშვებისთვის არის იდეალური სერვისი იმისთვის, რომ მერე სკოლაში აღარ გაუჭირდეთ ინტეგრირება და რაღაცა ის ძირითადი საბაზისო უნარები, ცოდნა და დამოკიდებულება საკლასო სივრცეში შეინარჩუნოთ. რაც შეეხება ბავშვების და მოზარდების პროგრამას, ამ პროგრამის ნაწილი ხართ თქვენ, მშობლებიც, გულისხმობ იმას, რომ ცხადია ინდივიდუალურად ესეთი კონსულტირება არ გეწევათ, ეხლაც ამ ფორმატშიც ყოველი თვის ბოლოს, ან თვის დასაწყის რიცხვში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ ჩვენი საკვირაო სკოლის ფსიქოლოგებს და ლიტერატურის პედაგოგებს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. ცხადია თუ გექნებათ რაიმე კითხვა და მზაობა, რომ გააზიაროთ ესე საჯაროდ მოგისმენთ, თუ არა ინდივიდუალურად თუ კი რაიმე კომენტარის გაკეთება გინდათ ხოლმე, ისედაც გაქვთ შეხვედრის შემდგომ, რომ ეს ინფორმაცია გავაზიაროთ. რაც შეეხება თვითონ უფრო სიღრმისეულ უკავშირს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტიურად ფსიქოლოგებს თვეში ორჯერ ბავშვთან შეხვედრა და ლიტერატურის პედაგოგებს თვეში ორჯერ შეხვედრა, სიღრმისეულად ზოგჯერ არის მოლოდინი მშობლის, რომ დამიხასიათეთ ბავშვი ცოტათი რთულია, არაკომპეტენტურია, პირდაპირ გეტყვით, რომ მე ბავშვის შესახებ მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ფაქტიურად არ ვიცი და ეს იქნება ჩემი სუბიექტური პროექცია, რომ ეს ბავშვი არის ესეთი. მხოლოდ და ბავშვებსაც აქვთ თვითონ ეს კითხვები. ისინი აღგვიქვავენ ჩვენ როგორც პედაგოგები და ყოველთვის აქვთ შფოთვა, რომ რაზეც აქ ისაუბრებენ, გავა აქედან თუ არა. და როდესაც ახალი ბავშვი შემოგვიერთდება ხოლმე ჯგუფში, ყოველთვის პირველი რასაც ეუბნებიან, რაზეც აქ ისაუბრებ, აქ დარჩება. ეს არის მათთვის ძალიან ღირებული. და ამიტომ მშობლებსაც ვაწვდით ცოტა ზედაპირულ ინფორმაციას, რომ ჩართულია, მონდომებულია, საინტერესო კითხვებს ვავს, თუმცა ბავშვი კონკრეტულად რაზე საუბრობს, რა თემა არის მისთვის აქტუალური, რა გამოცდილება გააზიარა, ეს აღმოჩნდება მშობლისთვის, ასე ვთქვათ, არაღია. თუ ისეთი შემთხვევა არ არის, ცხადია და ამას შეხვედრაზეც ვაზიარებთ, თუ კი ბავშვი საფრთხეს არ უქმნის თავის თავს და ვინმე სხვას. ხო, ესეც გვაქვს წესად, რომ თუ კი ისეთი შემთხვევა აღმოჩნდება, სადაც შეიძლება საფრთხე იყოს, რისკი იყოს, ან ეჭვი იყოს, ამ შემთხვევაში ცხადია მშობელს ვაყენებთ საქმის კურსში. ეს არის ძირითადად, ხო? იცით თქვენ, რომ ემოციური ინტელექტის კურსი გულისხმობს მხოლოდ ფსიქოლოგების ჩართულობას და საკვირაო სკოლა გულისხმობს ფსიქოლოგის და ლიტერატურის პედაგოგის ჩართულობას. გავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ თემას, მე მოგიტანეთ ესეთი არაჩვეულებრივი, ჩემთვის ძალიან საყვარელი, შემიძლია ვთქვა, რომ მამოტივირებელი ფრაზა, ჩვენ ყველას გვაქვს რაიმეს დაფარულის აღმოჩენის წრიალის სურვილი, გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველიდან, ხო? ინტენდ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, თვითონ ძალიან აქტუალურია იყო შემოგვიძებდეთ ფსიქოლოგის საათი ქონდა სტუდია მაშინ. და ფსიქოლოგთან ესეც შეგდომჭი თვითონ ბევრი თვით აღმოჩენება. აუცილებლად ფსიქოგანათლებას აქვს ეს ძალიან დიდი რესურსი, რომ გააცნობიერო შეიძლება აბსოლუტურად არაფერი არ თქვა, ძალიან ხშირად მithქვამს, რომ არიან ბავშვები, რომლებიც რატომ არ ვაზიარებ მშობელთან, ხო როგორ იქცეოდა, შეიძლება მთელი შეხვედრის განმავლობაში ბავშვი იყოს ჩუმად, თუმცა მან მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი მესიჯი, რომლის გაზიარებისთვისაც იქ მზად არ არის. ამიტომ გამოვიდე და იცი თქვენი ბავშვი არ საუბრობს რაღაცა, უბრალოდ ვიქნები არაობიექტური, იმიტომ რომ ამის გადამოწმების შესაძლებლობა მე არ მქონდა, რა მიიღო, რა მოეწონა, რა გაიაზრა და შესაბამისად ვიქნები ძალიან არაობიექტური. ეს ძალიან მიღებულია ჩემი აზრით დღევანდელ თაობასთან, რომელიც თვით ჩაღრმავების ყველა თაობისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩვენ მე სულ ვამბობ, რომ აზროვნების აკადემიის სერვისები არის ჩემი დაკარგული შესაძლებლობები. მეც ძალიან მენდომებოდა მე რომ ბავშვი ამათ ასაკში ვიყო, მსგავსი ტიპის სერვისების არსებობა. კეთილი, გადავიდეთ ხო ჩვენი ფრაზაზე. ყველას გვაქვს რაიმეს დაფარულის აღმოჩენის წრიალის სურვილი. დავიწყებ ამის აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ღია
და ცნობის მოყვარე იბადება ბავშვის სამყაროში. ხო? ტიპიურ განვითარებაზე, როდესაც ვსაუბრობთ. როდესაც ცნობის მოყვარეობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვახსენდება ჩვენი შვილები, თუ შვილიშვილები, თუ ვინც ყავს, მოკლედ სახლში, რომელიც ყველაფერს იდებს პირში და არა იმიტომ, რომ მაინდა-მაინც კბილების ამოსვლის ეტაპი აქვს და ხრცილები ეფხანება, ხო? შეუძლია ერთი და იგივე სათამაშო ჩაიდოს და იმ ძალიან რესურსული სათამაშოთი დაიკმაყოფილოს ის მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერს იმიტომ იდებს, რომ გაიგოს რა ფაქტურა, მაგარია, რბილია, თბილია, ცივია, გემრიელია, როგორი გემო აქვს, სასიამოვნოა, უსიამოვნოა, ხო? ანუ ადამიანები გარდა ძირითადი ემოციებისა ვიბადებით ცნობის მოყვარეობით, ხო? მაგრამ ამა თუ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ჩვენს ირგვლივ არის, ეს იქნება კულტურული ნორმები, ეს იქნება საფრთხეები, რომელსაც ჩვენ მშობლები ვხედავთ და ბავშვები ხშირად ვერ ხედავენ, ეს იქნება რაღაცა ის ინტროექტები, რომ ესე არ შეიძლება და სირცხვილია ეს არ გააკეთო, სტუმრად რო წახვალ არ თქვა რომ გშია, ეს არ აიღო ვიღაცის ნივთი, ასე შემდეგ უამრავი ინტროექტები არის, რომელსაც ჩვენ ბავშვს ვაწებებთ. და ერთ დღესაც ვიღებთ ბავშვს, არა ერთი ბავშვია, რომელიც მოდის და ეკითხები, რომ აი რა არის, რაც მოგწონს, არ ვიცი, რა არის, რაც გიყვარს, არ ვიცი, რა არის, რაც გაინტერესებს, არ ვიცი. ანუ ხდება ერთგვარად დაბლოკვა იმ ცნობის მოყვარეობის და მშობლებიც ძალიან ხშირად ესე პოზიციონირებენ, რომ არაფერი ჩემ შვილს არ აინტერესებს. აი არაფერი არ უნდა, საერთოდ არაფერი არ უნდა. მაგრამ ესე არ ვიბადებით ჩვენ ამის თქმა მინდა ხვდებით, ანუ ჩვენ კი არ გავაჩინეთ უინტერესო ბავშვი და არაცნობის მოყვარე. არა, უამრავმა გამოწვევამ გამოიწვია ის, რომ რაღაცნაირად შეფერხდა მისი კომუნიკაცია საკუთარ თავთან. ანუ ძალიან მარტივად რა, როდესაც წყალი გვწყურია, ვიცით რომ უნდა ავიღოთ ეს ჭიქა და დავლიოთ წყალი, ხო? ეს არის მოთხოვნილება, რომელიც გადავიდა მე გაცნობიერდა, გადავიდა ქცევაში, ეს მოთხოვნილება დავიკმაყოფილე და წაიშალა ეს მოთხოვნილება, მაგრამ თუ კი მე ვეუბნები, რომ ეს არ გააკეთო, ეს არ აიღო, ეს სირცხვილია, ეგ მეორედ არ გაბედო, რას ქვია შენ ხმას უწევ, რას ქვია გაბრაზდი, როგორ ბედავ ყვირილს. ხო არ გონია შენი თავი ვიღაცა, მე ვარ დიდი. ანუ ამით რას ვეუბნები, რომ შენი მოთხოვნილება გაბრაზდე, შენი მოთხოვნილება შეჭამო, აიღო, მიხვიდე, არ არის ამ შემთხვევაში აქტუალური და პირიქით წაშალე ახლა. და მოდის უამრავი ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ მე არ ვბრაზდები. მე არ ვბრაზდები. მე არაფერი არ მწყინს, ყველაფერი მოგწონს? კი, ყველაფერი მომწონს. აი ვინმე რომ მოდი და შეგაფურთხოს მოგწონს? ხო, აი მიმყავს რაღაცა უკიდურეს ქცევამდე. იცი რომ მე შემიძლია რომ არ გავბრაზდე ამაზე. ხვდებით? ანუ რა ხდება, რომ სადღაც რომელიმე ასაკში გაუცნობიერებელი აქ ეს შეიძლება დაიბლოკა მისი ემოცია ბრაზი და გადაწყვიტა რომ არ გაბრაზდეს. ხო? აი ამ არ გაბრაზებულ ბავშვებს კიდე შევეხები ცოტა მოგვიანებით. რა არის თვითშეფასება? თვითშეფასება ეს არის საკუთარი თავის აღქმა. როგორი ვარ მე და რასთან მიმართებაში ვაკეთებ ამ თვითშეფასებას, როგორი ვარ მე? რაღაცასთან კონტაქტის შედეგად. ხო? მე რომ ეხლა ჩამსვა მის საქართველოებთან, აუცილებლად კონტაქტში რომ შევალ ულამაზეს გოგოებთან, ვიტყვი რომ ღმერთო რას ვგავარ? რაღაცა კონტაქტში ხვდები ლამაზი ვარ, არ ვარ ლამაზი, ჭკვიანი ვარ, არ ვარ ჭკვიანი, საინტერესო ვარ, იუმორი მაქვს თუ როგორი ვარ საერთოდ. რაღაცასთან კონტაქტში ხვდები. ხო, იმიტომ რომ ადამიანები ვიბადებით ცნობის მოყვარე თვალებით, ეს ცნობის მოყვარეობა, რომელიც ყველაფერი მაინტერესებს, რაღაცები მიკმაყოფილდება, რაღაცები არ მიკმაყოფილდება და მათ შორის მე როგორი ვარ, ამას ვიგებ გარემოსთან კონტაქტში. ვინ არის ჩემი პირველი გარემო? დედა. ხო, ამიტომ ვამბობთ, რომ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვი იბადება დედის ოცნებაში. მისი თვითშეფასება იბადება მუცლად ყოფნის პერიოდში. რატომ? სასურველია თუ არ არის სასურველი? რა როლს ატარებს ის ბავშვი? ხო, მუცლად ყოფნის პერიოდში. მაგრამ ერთი რაც მინდა სასიკეთოდ თუ არა სასიკეთოდ თქვა, შეიძლება რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ყოველთვის, როდესაც მშობელთა ფსიქოგანათლებაზეა საუბარი, არა აქვს მნიშვნელობა რომელი სივრციდან ადევნებს თვალს, მინდა იცოდეთ, რომ არაფერი არ არსებობს ესეთი გარდაუვალი, გარდაუჭრელი და დასრულებული. ხო, აი კაცო სიკვდილამდე ვადაგ გამოსწორებისო ამ ფრაზის მე ძალიან მჯერა. ხო? და ფსიქოგანათლება, როდესაც ჩვენ ვიღებთ, არ უნდა იქცეს
ყველაზე არარესურსულ რამედ, ეს არის საკუთარ თავს დაუსვა დიაგნოზი. ანუ ჩვენი ნებისმიერი შეხვედრები, რომელიც ჩვენ გვექნება და ნებისმიერი ლექცია, რომელსაც თქვენ მიიღებთ და გაეცნობით და წაიკითხავთ, ხო? ემსახურება რას, რომ როგორ შეიძლება იქნებ რამე მაქვს შესაძლებელი და რა შეიძლება შევცვალო იმისთვის, რომ უკეთესად გამომივიდეს, გამიმარტივდეს და არა იმას, რომ ეხლა დღეს გავიგე, რომ თურმე ორსულობაში რო არ მინდოდა, რომ ჩემ შულზე ჩემი შვილი გამეჩინა უამრავი მიზეზის გამო, იგი მე ვყოფილ ვარ საშინელი დედა. ანუ მე განვაპირობე ის, რომ დღეს ჩემ შულს დაბალი თვით შეფასება აქვს, არა. ესე არ არის. თუმცა თუ კი გავაცნობიერებ რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული, მაშინ ალბათ შემიძლია დავეხმარო ვიღაცა ჩემს მეგობარს, რომელიც ეჭვშია. ხო, ვიღაცას ვინ მე ჩემს თავს, ჩემს შულს და ასე შემდეგ. ამიტომ აღიქვით ეს როგორც რესურსი, რა შეიძლება რომ შევცვალო მე იმისთვის, რომ უკეთესად გამომივიდეს. ხო? მუცლად ყოფნის პერიოდში და თვით შეფასება არ არის ის, რაც აი ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის ღერძია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადამიანისთვის ღერძი. რატო არის ადამიანისთვის ღერძი? მე თუ შევდივარ გასაუბრებაზე და ვამბობ, რომ გამარჯობათ, გაგვიცნით, მე ვერ ვამბობ რა ვინ ვარ, რა მინდა არ ვიცი, мотиваცია რა მაქვს არ ვიცი, მცხვენია, ვფიქრობ, რომ არ ვიმსახურებ ამ ადგილს, ამიყვანენ იმ გასაუბრებაზე, არ ამიყვანენ. ამიტომ ადამიანები იმის მიხედვით კი არ არიან კონკრეტულ ადგილზე, რა რესურსი აქვთ, რამდენის უფლება მისცეს თავის თავს, რისი როგორ დაინახეს საკუთარი თავი, რა გაბედეს, ხო? აი ეს არის ხერხემალი, ამიტომ როგორ დგავარ მე და ჩვენი სხეულის ენაც ძალიან მეტყველია თვით შეფასების ნაწილში, ხო? აი როგორი პოზას ვიღებ მე პედაგოგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ყოველთვის ესე ვთქვათ, ვაჯანჯყარებ რა სკოლაში მუშაობდი 4 წელი და ერთ რამეს ვეკითხებოდი, რომ რატო შედიხარ დახრილი დირექტორის კაბინეტში? რატო იხრები? ვერ ეტევი? ეტევი. კარს რო გააღებ ეტევი, მაგრამ რატო იხრები? ანუ რას გასცემ ამ სხეულის ენით, რომ გასაგებია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პატივისცემა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ 4 საათი რო იჯექი მოსაცდელში და რო დაავიწყდი დირექტორს და ისიც რო ვერ გაბედე, რომ კიდევ დაგელოდო და 4 საათის მერე რო გითხრა, უი შენ ისევ აქ ხარ, აი მე დღეს ვეღარ ვახერხებ და ნახვამდის, ხო? ეს უკვე მოწიწება აღარ არის. ხო? მონობასა და მოწიწებას შორის სხვაობა არის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ხერხემალი როგორია, რამდენად გამართული ვარ ამ ნაწილში. მაგრამ სამწუხაროდ ეს ღერძი არ არის სტატიური. ერთმა კომენტარმა, ერთმა არაჯანსაღმა შეფასებამ ისე შეიძლება გამოგვაცალოს აი ესე ფუნდამენტი, ხო, რომ აი ჩამოგშალოს, ხო, ერთმა კონკრეტულმა გამოცდილებამ, რომ აი რომ მეგონა რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი და კომპეტენტურიც ვიყავი და ასე შემდეგ, ვიღაცის შეფასებამ შეიძლება მთლიანად გამომაცალოს ეს ფუნდამენტი. რატო არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენს თავზე გავიაზროთ? იმიტომ არის კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ამდენი გამოცდილება გვაქვს, ხო? გამოცდილება გვაქვს და ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რის შესაძლებლობა მივცეთ და რისი არა ჩვენს თავს, ხო? თუ კი კარგად მღერი და ვამბობ, რომ ნუ ხო, კარგად მღერი, მოსწონს შენს მეგობრებს, მშობლებს მოსწონს, შენი ვოკალის პედაგოგს მოსწონს, მე ვიღაცა რომ მეუბნება, რომ აი ახლა აქ რომ მღერი, გამოხვალ ფილარმონიაში, ვიტყვი, რომ ხო, რატომაც არა, ხო, გამოვალ, იმიტომ რომ ეს ადამიანები მიდასტურებენ. მე ფილარმონიაში რომ გამოვედი, მე კიდევ ვიღაცამ დაში დამიკრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ბავშვს ეს ამბიცია, ეს თვითრწმენა არ აქვს. და ცნობილია, რომ ბავშვი ის უნარები ვითარდება, რომელსაც ტაშს უკრავენ. თუ მე ძალიან კარგად ვხატავ, კარგად ვმღერი და ვძერწავ და ვიღაც ამბობს, რომ გეხვეწები რა, ეხლა მოაშორეს რაღაცა ხარახურები, აიღეს სტუმრები მომდიან და არ დავინახო ეს ქაღალდები ის, ხო? იმდენი ქაღალდი გვაქვს და გადავიწვით და გადავიბუგეთ, ხო? ეს ნიშნავს, რომ არ არის დადასტურებული და წახალისებული მასში ის უნარი და როგორ ფიქრობთ, ხანგრძლივი დროის შემდეგ დაუბრუნდება ის ბავშვი ამას? არ დაუბრუნდება. ბავშვი, რომელიც და აუცილებლად გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, მშობლები ზოგჯერ მეკითხებიან, რომ რა არის ამ ფსიქოლოგიაზე, სულ რატო ხატავენ? ხო? ალბათ ვაცნობიერებთ, რომ ერთი ფორმატით უბრალოდ წარმოუდგენელია ბავშვებთან მუშაობა, რომ მარტო ფსიქოლოგმა ისაუბროს და ინტერაქცია იყოს, ან უნდა დახატონ, ან უნდა გამოძერწონ, რაც უფრო პატარა, მით უფრო მეტი აქტივობებია, იმიტომ რომ მათი ნებისყოფა არ არის იმხელა, რამხელაც ჩვენ. და ხატვა ეს არის ის რესურსი, სადაც თუ კი ვერბალიზება ვერ ხდება საკუთარი საჭიროების, ან გაუცნობიერებელია, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ხატვით ან ზერწვით გამოიტანოს ის, რაც ვერც გააცნობიერა, ვერც სახელი დაარქვა და
კიდევ იმითია კარგი, რომ როდესაც მე ნახატზე ვლაპარაკობ, ერთგვარად უსაფრთხოა ჩემთვის, რომ აი ამ გოგონას უნდოდა რომ წასულიყო სამოგზაურო და ვერ წავიდა. ანუ მე მინდოდა კი არა, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა მასზე რომ ვლაპარაკობ საჯაროდ. ხვდებით? ამიტომ ხატვა საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. და რა თქმა უნდა, უამრავი შემთხვევა გაქვს, როდესაც ბავშვი მეუბნება, რომ ეხლა რომ დავამთავრებ, მაგალითად ესეთი თემა, რომ დამიხატე ადგილი, სადაც შენ ყველაზე ბედნიერი იქნებოდი. თუ არ არის ესეთი ადგილი, რომელ ადგილზეც იქნებოდა და მე თვითონ ვთხოვ, რომ არ გინდა რომ ეს ნახატი შენ ოთახში იყოს? კი, ძალიან მინდა. ოღონდ დედა ჩემს უთხარით რა. ხო? ანუ დედა არ აძლევს საშუალებას, რომ ის ნახატი მის ოთახში იყოს, ხო? ეს შეიძლება მართლა რაღაც ახალია ის რემონტი და ფიქრობს, რომ დაზიანდება ახლა ეს რა უამრავი ნახატი აქვს და აღარ შემიძლია ესა წავიღო, მაგრამ დამერწმუნეთ მისი თვითახქმისთვის, მისი თვითშეფასებისთვის, საკუთარი თავის რწმენისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებს, ეს იყოს ცოტა უფრო დემონსტრირებული, ხო? ხაზგასმული, გამოკვეთილი. დედის და მამის მიერ აღიარებული. შეიძლება სულაც არ უნდოდეს სტუმრების თანდასწრებით, მოდით ნახეთ ახლა ამისი ნახატები, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კიდევ არის, ეს არის კი, მაგრამ აი, კარგი ნახატია, მაგრამ ისა რა არის ეს? რატო არა აქ კიდე ერთი თვალი და კიდე მესამე ფეხი სად არის და ეს ვინ თქვა რომ მზე მწვანეა, რატო არ დახატე მზე ცეცხლისფერი და ანუ მაგრამ სადაც შემოდის, ჩემი რჩევა სადაც შემოდის, იქ უკვე აღარ აქვს განცდა, რომ თვითონ სრულყოფილად შეასრულა, რომ საკმარისად კარგია, ხო? აი ძალიან კარგი ინდიკატორია ხოლმე უფრო სკოლამდელ ასაკში, როდესაც ბავშვებს მოსწონთ თუ არ მოსწონთ მშობლებთან ერთად თამაში. ბავშვები, რომლებიც ირჩევა მშობლებს მეწყვილეთ, რომ მოდი ვითამაშოთ ქვიშით, მოდი ერთად დავხატოთ, მოდი ერთად გამოვძერწოთ, ეს ნიშნავს, რომ ბავშვები იქ თავს კომპეტენტურად გრძნობენ. მაგრამ თუ კი ბავშვი უარს ამბობს, ანეულა, გადი შენ ოთახიდან. ხო? ეს ნიშნავს, რომ მშობლებს იქ შემოაქვს წესი და თამაში არის ერთადერთი სივრცე, სადაც მას უნდა რომ თავი კომპეტენტურად იგრძნოს. აუ ესე რატო თქვი, ესე არ ლაპარაკობენ გოგოები, ისე რატო თქვი, ესე რატო დახატე, მოდი ახლა ეს და ანუ სადაც მშობელს თვითონ შემოაქვს წესები. აი ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი თვითონ უნდა რომ იყოს შემოქმედი და მშობელი გაყვეს მის პროცესს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ხო თვითონ მოყვება, ხო რა ჩაიცვას, რა ჭამოს, როდის ადგეს, ხელები დაიბანოს, ყველაფერში თვითონ მოყვება და ერთადერთი სივრცე სადაც უნდა რომ ჩვენ წავყვეთ მას, ეს არის თამაში და თუ კი აქაც ჩემი წესებით შევალ, რა თქმა უნდა, მისთვის ეს აღარ არის კომფორტული და მე უნდა გადი შენ და მე ვითამაშებ. ნუ მიყურებ, ან როცა ვუღებთ. ხო მეც ბევრჯერ გამიკეთებია და სულ მაქვს ეს არგუმენტი, რომ დედიკო ისე რომ გაიზრდები, მე ისე გაგახსენდება, ხო? ანუ შეიძლება რომ ჩუმათაც გადაუღო, ხო? და აი ამ პროცესიც, რომელითაც მას სიამოვნება უნდა მიიღოს, 9 კამერით უყურე, უღებთ, რომ აბა როგორ აიღე და კიდე ერთხელ გაიმეორე, აბა კიდე თქვი და ნუ ჩაიშალა ეს პროცესი, აღარ არის ხო ამ პროცესის შემოქმედებითი, ხო? კარგით. თვითშეფასება ეს არის საკუთარი თავის აღქმა, როგორი ვარ მე. და როგორი ვარ მე ამის ამ ნაწილს უკვე მიდასტურებენ ის სარკეები, რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან და ზუსტადად სარკეები ვართ ადამიანები ერთმანეთის, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ავირეკლავთ. როგორი ვარ, კარგად გამოიყურები. ვაიმე ეს თმა ესე გიხდება, ვაიმე ეს მოიმატე, ვაიმე, ანუ ერთმანეთს ავირეკლავთ რა სარკის ფუნქციებს ვასრულებთ და მიუხედავად იმისა, რომ სასაცილო სარკეებში ვიცინით არ ვიცინით მაშინ, როცა ვიღაცა არასწორად გვაფასებს და სინამდვილეში ეს ადამიანები, რომლებიც არასწორად გვაფასებენ, არიან ზუსტადად სასაცილო სარკეები, სადაც ხან მაღალი ვარ, ხან ცხვირგრძელა ვარ, ხან ძალიან მსუქანი ვარ, ხან გრძელი ხელები მაქვს და ასე შემდეგ. მაგრამ რატომღაც არ ვიცინით ამ სასაცილო სარკეებზე, ხო? იმიტომ რომ რაღაცნაირად ვიჯერებთ, სადღაც ჩვენ თვითშეფასებას, ესე ვთქვათ, შეერყა ეს რწმენა და ამიტომ ვიჯერებთ ხოლმე, რომ ხო აი რაღაცნაირად არახარ თლად გამართული, აი ზოგჯერ და რატო ხდება, რომ ისინი სხვანაირად აღგვიქვავენ, ესეც რომ გავაცნობიეროთ, ხო? მე თუ დალაქავებულ სარკეში ჩავიხედავ, რაღაც მომენტში შეიძლება ვიფიქრო, რომ ის ლაქა ჩემია. ხო ის რაღაც ესე ვთქვათ ჭუჭყიანი სარკე თუ არის, შეიძლება იმ სარკეში არსებული ჭუჭყი შეიძლება დავიჯერო რომ ჩემია. და ძალიან ხშირად ადამიანები ზუსტად ესეთ პროექცირებას ვახდენთ ერთმანეთზე, ხო რა არის პროექცია? ჩემი წარმოდგენა, ჩემი შეხედულება შენზე. და ეს ჩემია, არავისი სხვისი. ხო? პროექციის აი ძალიან დემონსტრირებული მაგალითი არის, როცა ადამიანი გარბის. ადამიანი გარბის და პოლიციელი ფიქრობს, რომ მოიპარა მან და იმიტომ გარბის. ხდელი ფიქრობს, რომ წირვაზე მიირბის ალბათ.
ხო? პედაგოგი ფიქრობს, რომ გაკვეთილზე, შეყვარებული ფიქრობს, რომ პაემანზე. მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანმა იცის სად გარბის. ყველა ჩვენ რაღაცას ვაწებებთ და ჩვენ ზოგადად ესე ვაწებებთ ადამიანები ერთმანეთს რაღაცეებს და მათ შორის ბავშვებსაც, ხო? მამასავით ზარმაცია, მამიდა მისივით ესეთია, ან ჩემნაირი ნიჭიერია, ეს მე მგავს. დაუცილებლად უნდა შევეხო დედმამიშვილების ნაწილსაც ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ აი ამას ესეთი თვით შეფასება აქვს და ამას არა. ეს ესეთია და ის ისეთია. აი რა ვიცი, რისი ბრალია, ხო ორივე ერთ გარემოში იყო. მაგრამ გარემო სხვადასხვაა, როდესაც ერთ ბავშვს ვაქებ და მეორეს არ ვიმჩნევ. რატო არის ორივესთვის ერთი და იგივე გარემო? ერთისთვის აღიარებაა და მეორეს არ ვიმჩნევ. ერთ საჩუქარი მიუტანე, იმიტომ რომ პატარა და მეორეს არ ვიმჩნევ. მე გულწრფელად მეც დამიშვია ესეთი შეცდომა, ხო, ეხლა პატარა დიშვილი მყავს და რაღაცებს ყველაფერს იმას მიურბენინებ და ვფიქრობ, რომ აი ეხლა რაღაცა ეს კი დიდია, მაგრამ მე რა რომ დიდია, 13-14 წლის არის და ისიც ხო შეიძლება ელოდება რაღაცას, ხო? და ხან ბოდიში მოვუხადე, მე გამოვასწორი, მაგრამ ხო ვუშვებთ ამ შეცდომას, ხო, რომ ანუ ვამბობთ, რომ ორივე ერთი და იგივე გარემოშია და არ არის ერთი და იგივე გარემოში. ერთს ვაქებ და მეორეს არ ვიმჩნევ. ეს დიდია. და დიდი არის იმის მერე რაც გაჩნდა მეორე და 2 წლისაც დიდი იყო, 4-საც და 10-საც და მერე სულ დიდია და დიდია, ხო? და სხვადასხვა ამ ორი ბავშვის გარემო. შესაბამისად მათი თვითახკმაც სხვადასხვა. ეს კიდევ გაცნობიერებული და რამდენი გაუცნობიერებელია, რომელსაც გადავცემ. ხო, მოიყვანს მაგალითად დედა და ეს კარგი მჭამელია. ყველაფერში აჯობა სანდროს. დამთავრდა იმ პირველი ბავშვის თვითახკმა, მისი თანდასწრებით მე ყველაფერში აჯობა. მოიმატა, სიმაღლეშიც უფრო მალე წამოვიდა მეტყველებაც გასაგებია. გასაგებია, რომ ყველაფერში აჯობა უფროს, მაგრამ აი ამ პროცესში ეს ბავშვი როგორ გრძნობს თავს, ამას ჩვენ არ ვაკვირდებით და ერთნაირი გარემო არ არის ერთნაირი გარემო. არ არის, ხო? განვითარების ზონებზე უნდა ვისაუბრო და დამოუკიდებლობის ხარისხზე. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით და ცხადია კოლეგებთან ვამოწმებთ და ჩვენ როდესაც საერთო შეხვედრები გვაქვს კოლეგებს ყოველთვის ვაზიარებთ ერთმანეთის გამოცდილებებს, ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ გაძლიერდე მიიღო მონათესავე სფეროდან გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. ვამბობთ დღეს, რომ მოზარდები არიან წეგან ახსენა ვიღაცამ უფრო სენსიტიურები დღეს. უფრო სენსიტიურები დღეს. აი მე სუბიექტურად ეხა ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ. ერთი შვილი მყავს და ჩემი შვილის კლასში მშობლები მეც მათ შორის გეგმავთ საწავიდეთ ექსკურსიაზე, აბა შემოდგომაზე ჩურჩხელები სადამოვავლოთ, მე ფილმზე წავიდეთ და ამ პროცესში ვართ ჩართული, იმიტომ რომ ვერ შევკარით ეს გუნდი. კლასი გუნდად ვერ შევკარით, მოკლედ. და ამ ნაწილში ძალიან დიდ ჩართულობა არის მშობლების ხან ფსიქოლოგი შევგზავნეთ, ხან სოციალური მუშაკი, ხან ის და თვითონ ბავშვს და ყველაზე მთავარი მანამ სანამ ანიმატორი მოსწონდათ, ყველა ექსკურსიაზე დაგვყავდა ანიმატორი. ხო? ანუ წარმოიდგინეთ ექსკურსია რა ფენომენია, ხო, რომ არაფორმალურ გარემოში ბავშვებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რა ითამაშონ, მშობლებიც შეიძლება ჩაერთონ დამრიგები და ჩვენ ყველამ გადავწყვეტეთ რომ ვიყოთ პასიურ როლში, მშობლებიც პასიური, დამრიგებელიც, ბავშვებიც და ვიღაცა ანიმატორები წამოვიყვანთ რომ როგორღაც იმათ გაგვამხიარულონ. ანუ რა არის ეს? აბსოლუტურად გაპასიურება ჩვენი, არ გვინდა არანაირი ძალების მობილიზება, ვიღაცა ანიმატორები დავიქირავეთ და ეხლა უკვე ესეთი სერვისებია, რომ ანიმატორი, იქ ვიღაცა DJ, იქ ვიღაცა აქტივობებს გვადგმევინებს, ფელამუში ამოვავლოთ, მოდი აქ თიხის აქტივობა, მოდი ეს და ჩვენ ყველა პასიურად ვართ. არ ვაძლევთ ამ ჩვენ შვილებს შესაძლებლობას რომ რაღაცა უფრო აქტიური იყოს პროცესში და დაიღალონ თვითონ აი ამ პასიურობით და დაგეგმონ რაღაცა. და კლასი მაინც ვერ იკვრება. იმიტომ რომ ვიღაცა ანიმატორი თუ გადაგვწყვეტს რომ გაგვამხიარულოს, გავამხიარულდებით თუ არა და მაინც მოდი პასიურები ვიქნებით. ხვდები? ჩვენ თვითონ, ანუ ბავშვებს გულისხმობ, ვერ გავაცნობიერეთ რომ ეს არის დისკომფორტი, იმიტომ რომ არავინ არ მიგვიყვანა რომ ეს გაგვეცნობიერებინა დისკომფორტი, ხო? და ჩემი თაობის და თქვენიც შეიძლება ვეკითხები ბავშვო, შატალო იცი რა არის? არ ვიცი. არ ვიცი რა არის შატალო. და ის შატალო იყო ჩვეულებრივი თიმბილდინგი. ხომ წავიდოდით, ყველას რაღაც ერთი განზრახვა ქონდა, ყველას ერთი სტრესი გქონდა, რაღაცა ვერთიანდებოდით, ხან რაღაცას, აი
აღარ არის ეს რაღაცა. მე იმას კი არ წავახალისებ, რომ შატალო იყოს, მაგრამ ბავშვებს აღარ ვაძლევთ საშუალებას, რომ მოწყინდეთ, მობეზრდეთ, რაღაცა მიხვდნენ, რომ იმ ექსკურსიაზე რომ წავედით, ესე ხო არ ვიჯდებით ახლა, ხო? აგერ წამოვედით იმაში, რა ქვია, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში და რაღაცნაირად არ ვაძლევთ ამ შესაძლებლობას, რომ თვითონ რაღაცები დაგეგმონ. თვითონ რაღაცები აირჩიონ, მშობლები ვიწყებთ რაღაცეებში ჩართულობას, არ ვაძლევთ შესაძლებლობას მეგობრები ვინც უნდა ისყავდეთ, ჩვენ ვინც მოგწონს, აბა იმის დედა ვინ არის, რას ვიწევთ ამით? ამით ვიწევთ იმას, რომ ფაქტიურად ბავშვები, სადაც დამოუკიდებლობის ხარისხი იმ კომპეტენციებში, რაც მათი ასაკისთვის ნორმალი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ამის შესაძლებლობას არ ვაძლევთ. და დამოუკიდებლად რას აკეთებო ბავშვს რო კითხავ, ხო, შეიძლება დარჩეს კბილის გამოხეხვა და თავის დაბანა ისიც შეიძლება არ იყოს დამოუკიდებელი. 17 წლის გოგონა მეხვეწებოდა შარშან საკვირაო სკოლაში, რომ იქნებ დედაჩემს აუხსნათ, რომ მე აღარ მინდა რომ აბანავებს. ხო? ანუ აღარ მინდა რომ აბანავებს და რატო აბანავებს? იმიტომ რომ საპონი ქრჩება თავში. ხვდები და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ მართლა უკვე აღარ არის ჯანსაღი, ჩემი თვითშეფასება მთლიანად დგას ამაზე. ჩემი დამოუკიდებლობის ხარისხზე. რას ვაკეთებ მე? ხო? ანუ, როდესაც ჩვენ გვგონია, რომ აი, იცი რა, მერეც ეყოფა რა ეს რაღაცეები, პირიქით, მისი თვითახკმა მოდის საწოლის ალაგება თუ იცის. და ჭურჭლის გარეცხვა თუ იცის. დამოუკიდებლად შეუძლია კვერცხის შეწვა? ხო, გათლა შეუძლია? იატაკის მოწმენდა შეუძლია? ნივთების დალაგება შეუძლია? თავის მოვლა შეუძლია? ტელეფონზე დარეკვა და სასწრაფოს გამოძახება შეუძლია? ინიციატივის დამყარება შეუძლია? ძალიან ბევრი რამეა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მისი თვითშეფასება იყოს ადეკვატური. არა მაღალი, არა ადეკვატური, არა დაბალი, არამედ ადეკვატური. რომ მე საკუთარი თავის აღქმა მქონდეს. ხო? ჩვენ რითი ვამაყობთ? აი, რაზე ვოცნებობთ, რომ ვიღაცამ გითხრას, აი რა არის, აი ძალიან მარტივი ოცნება ჩემი არის, რომ რა გინდა რომ მკითხო, ხო ვიტყვი, რომ აი ძალიან მიყვარს დილაობით ჩიტების ჭიკ-ჭიკის ფონზე ყავის დალევა. მაგრამ როგორც კი ამომიტრიალებ კითხვას და მეტყვი რაზე ოცნებობ, უბრალოდ რითი ამაყობ, ამას არ ვიტყვი. რამდენი ჭიქა ყავა მაქვს დალეული. ხო? რითი ვამაყობ ვიტყვი, რა სირთულეები დავძლიე. ხო, რა სირთულეები დავძლიე. და ბავშვებს როცა ეუბნები, რითი ამაყობ და ყოველთვის შეფარული კითხვა არის, რომ აი შენი აზრით მეგობრები რა სიტყოდნენ შენზე, რა არის რის გამოც მეგობრებით, რა მოგწონს მასში? არ ვიცი. არ ვიცი როგორი ვარ. ხო? ამიტომ ეს არის ზუსტად პირველი საყრდენი, რაც მე შეიძლება მივცე, როგორც მშობელმა. რომ შენ ეს გამოგდის, ეს გამოგდის, ეს და საიდან მოდის? ეს მოდის დაძაბულობის ზონიდან. თუ მე არ გადავიყვანე დაძაბულობის ზონაში, განვითარების ზონებს გულისხმობ, მაშინ კომფორტის ზონაში, ჩიტების ჭიკ-ჭიკში არ მოდის მაღალი თვითშეფასება, მიუხედავად იმისა, რომ ვოცნებობ. და ბავშვებიც ესე არიან, ზუსტად იგივენაირად, ანუ სხვა თაობა და რაღაც არამქვეყნიურები კი არ მოვიდნენ. ზუსტად ის თაობა მოვიდა, ხო, რომელი თაობაც ჩვენ მოვიყვანეთ, ჩვენ ვქმნით ამ თაობას რა. ხო, გასაგებია, რომ სხვა რეალობა გქონდა და ჩვენ ამათ სხვა რეალობა აქვთ, მეც რომ პირველად ჩემ შვილს უთხარი, რომ შუქი წავიდა და დენი წავიდა, სად წავიდა ვერ გაიგო. ვერ გაიგო, აი უბრალოდ სად წავიდა ვერ მიხვდა რა, რას ქვია წავიდა. და ეხლა წარმოიდგინეთ შუქი რომ მიდის, ძალიან ადაპტირებულები ვართ ჩვენ. ჩვეულებრივად გავაცხელებთ წყალს უპრობლემოდ. უპრობლემოდ არ შევქმნი, არაფერზე არ გავღიზიანდები, ისე შემიძლია მოვიწესრიგო თავი. არ ავხდეთ დენზე დამოკიდებული. შეუძლიათ ჩვენ შვილებს ეს, არ შეუძლიათ. ამიტომ დამოუკიდებლობის ხარისხი ეს არის ჩვენი თვითშეფასება. რა უნარებში ვარ დამოუკიდებელი, სად ვარ ნახევრად დამოკიდებული და ნახევრად დამოუკიდებელი და სად ვარ მთლიანად დამოკიდებული. ძალიან ხშირად ამ სავარჯიშოს ვაკეთებთ ხოლმე ბავშვებთან ერთად და საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის ხარისხის. ხო? მე მინდა რომ ფურცლები და კალმები შემოგთავაზოთ, თუ შეიძლება თაკორო დაგვირიგოთ, ონლაინ ვინც ესწრებით, თუ შეიძლება თქვენც რომ სადმე ჩაინიშნოთ ახლა რასაც მე გთხოვთ, ხო? პირველი კითხვა არის ესეთი, წარმოვიდგინეთ, რომ გეგმავთ
ქორწილის იუბილეს. ან ზოგადად თქვენ სიუბილეს, არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ ფინანსებში, არანაირი, აი გინდათ რომ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადოთ და თუ შეიძლება აი რომ ჩამოწეროთ სახელები და გვარებით კი არა, აი ვის დაპატიჟებდით ამ თქვენ სიუბილეზე, ხო? ანუ თანამშრომლები, რა ჯგუფებს მოიცავს, მოკლედ ვისაც დაპატიჟებდით ამ თქვენ სიუბილეზე. დიდი იუბილე გინდათ რომ გადაიხადოთ ქორწილის და რომ ჩამოწეროთ ჯგუფები დაახლოებით რამდენ ადამიანს მოიცავს ეს, ხო? ანუ ვის ჩამოწერდით? ჩამოწერეთ. შვენიერი უკვე არა მეგობრები, ათესავები, თანამშრომლები, ყოფილი მეჯვარეები, არ ხართ თანხაში შეზღუდული. გინდათ რომ გრანდიოზული, აი დასამახსოვრებელი იუბილე გქონდეთ. ეს რაოდენობაზე. დაახლოებით ჯგუფები უფრო, ხო? და საშუალო რაოდენობაც რო აღიქვათ, თქვათ 100 კაცია ეს, 200 კაცია, დაახლოებით რო წარმოიდგინოთ, ხო? მეორე აი ეხლა ზუსტად 1-2 წუთის განმავლობაში რომ ჩამოწეროთ აბსოლუტურად დამოუკიდებლად რასაც აკეთებთ რა. ანუ თქვენ ყველაფერი რასაც დამოუკიდებლად თავის მოვლიდან დამთავრებული, ყიდვით დასრულებული, ყველაფერი რასაც დამოუკიდებლად აკეთებთ თქვენ. აბსოლუტურად ყველაფერი, ხო, რაც გაგახსენდებათ. ეხლა მესმის რომ ამაზე ბევრად მეტია, მაგრამ აი ჩაწერეთ აი ესე სიტყვებად რა არის ეს. დაწყებული თავის მოვლიდან სამსახურამდე სახლში ყველაფერი რასაც დამოუკიდებლად აკეთებთ. მესამე. ჩამოწერეთ ის მახასიათებლები, რომლითაც თქვენ ამაყობთ. თქვენი თავის მახასიათებლები. ხო, აი იმიტომ რომ არ ეს, აი რა არის რაც მომწონს, რითიც ვფიქრობ რომ აი ჩემი მახასიათებელი, აი ამით ვარ განუმეორებელი, აი ეს არის ჩემი რაღაცა ძლიერი მხარე. რასაც აკეთებ არა, საკუთარ შეიძლება ძალიან კარგი მოსმენის უნარი მაქვს და ეს არის რითიც ძალიან ვამაყობ, ხო? ყველაფერი პიროვნული, გარეგნული, რა ვიცი, შეიძლება უნარებით, შეიძლება კარგად ვცეკვავ და ამით ვამაყობ, რომ აი რომ გადავხტები და ვცეკვავ. ბოლო არის თუ მყავს ავტორიტეტი ვინმე. ეს არის ის 4 კომპონენტი, რომელზეც თქვენ შვილს პასუხი თუ ექნება, მისი თვითშეფასება დაბალი არ იქნება. თუ მე კლასთან ვერ ვიდენტიფიცირდი, ვერც არას ნათესავებთან, ვერც ცეკვაზე, ვერც ხატვაზე, ვერსად ვერ ვარ მიკუთვნებული, არ მყავს მეგობრები, არავის ნაწილად საკუთარ თავს არ აღვიქვავ, მაშინ ჩემი თვითშეფასება ვერ იქნება ადეკვატური. მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაზე ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მიკუთვნებულობის მოთხოვნილება, აღიარების მოთხოვნილება ეს არის ჩემი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილება. ამიტომ ბავშვი, როდესაც გადის განვითარების ეტაპებს, აი უკვე სოციალიზაცია, როდესაც იწყება, ოჯახს გარეთ გასვლა, როდესაც იწყება, მას თუ არ აქვს მიკუთვნებულობა, რომ მე კლასის ნაწილი ვარ, მე რაღაცა არ ვიცი, ცეკვის ნაწილი ვარ, საკვირაო სკოლის ნაწილი ვარ, ხატვაზე წრის ნაწილი ვარ, მისი თვითშეფასება იქნება შერყეული. ნახეთ, რამდენი ადამიანი ჩამოწერეთ ახლა თქვენ, ვისაც თავს მიაკუთვნებთ. მას ყავს ამდენი წრე? არა. ან კი, არ ვიცი, ამდენი არ ყავს. და თუ კი ის 3 მეგობარი, რომელიც მოიყვანა და მეუბნება, რომ ესენი ჩემი მეგობრები არიან, იმათაც ვაკრიტიკებ. რანაირად აცვია, ის ესეა, ესეთია, შენნაირი არ არის, მასწავლებელმა მითხრა რომ კარგად არ სწავლობს, ისეთია, ასეთია, იმ 3 მეგობარსაც, იმ ერთ მეგობარსაც თუ ვაკრიტიკებ, რატომ გონია რომ მისი თვითშეფასება იმ მეგობარს რო ვაკრიტიკებ და ვეუბნები რომ შენ ესეთი კი არა ხარ, შენ ესეთი ხარ, ამაღლდება, ვერ ამაღლდება. ის 1 და 3 მეგობარიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დაუსვიდა, რანაირად ამაღლდება მისი თვითშეფასება. ამიტომ მიკუთვნებულობის განცდა, რომ მე ამის ნაწილი ვარ, უაღრესად მნიშვნელოვანია და მხოლოდ ოჯახის საკმარისი არ არის ცხადია. ოჯახში განსაკუთრებით მოზარდების მშობლებს ვეუბნები, ხო? იმიტომ რომ მოზარდობაში დროებით ირყევა ჩვენი ავტორიტეტი და რაღაცნაირად აღარ ვართ მისთვის აქტუალური, რა როგორი ჭკვიანი, ლამაზი და განვითარებაზე ორიენტირებულიც არ უნდა ვიყო მშობელი. აღარ ვარ პერიოდულად გადადის ვის ვეკუთვნი მე. და ამ მიკუთვნებულობის მოთხოვნილებიდან გამომდინარე ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში შეიძლება გადავარდეს ბავშვი, ხო? აი, როცა მშობელი ამბობს, რომ არ ვიცი წელს რა დაემართა, ეს ყველაფერზე დადიოდა, მშვენივრად გამოიყურებოდა ეს და უცებ ბავშვი ამობრუნდა და არაფერზე აღარ დადის. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას ბაწავს. ოღონდ ვიღაცას ეკუთვნოდეს და შეიძლება ამ დროს არაჯანსაღსაც მიაკუთვნოს თავი.
ჩვენ დაგვემართა ეგეთი რაღაცა კოვიდის პერიოდამდე მღეროდა, ცეკვავდა იყო. ზუსტად. სწავლას კი აგრძელებს კარგად სწავლობს. კი ბატონო. ხო, ანუ ბევრი ფაქტორი, ანუ რატო დაემართა ეს ერთი პასუხი არ არსებობს, ხო? შეიძლება ვიღაცას ბაძავს, შეიძლება გააცნობიერა, რომ აღარ მომწონს ეს მუსიკა. ძალიან ხშირად არის, რომ აი ცეკვის პედაგოგები ხშირად ამბობენ, რომ ანსამბლი დამეშალა ამ რაღაცა კონკრეტულ ასაკამდე მიდიან და მე აღარ ემორჩილებიან შეიძლება. შეიძლება თავისი დამოუკიდებლობის ხაზგასმა უნდა, რომ შენ ჭკუაზე აღარ ვივლი მე. ხო, ბევრი ფაქტორი. ძალაუფლების განცდა, რატო გამომახვილე წეღან ყურადღება, რა გამოსდის დამოუკიდებლად. ნახეთ, რამდენი რამე გიწერიეთ, რაც დამოუკიდებლად გამოგდით და ყველაფერს თუ მე ვუკეთებ. მე უნდა დავულაგო რა ჩაიცვას. ვაიმე რა საშინლად აცვია ჩემ შვილს რო იცოდეთ. ესე იგი ვერევი მე მის ჩაცმულობაში, რომ ეს რა გაცვია, რანაირად გამოიყურები, სირცხვილია, მე რას მეტყვიან, მეც ძალიან ხშირად არ მომწონებია საკუთარი შვილის ჩაცმულობა, მაგრამ სასწორზე ვდებ რას? მე ჯობია რომ ჩემი თვით შეფასება დავიკმაყოფილო და ჩემი ეგორო და ნინოს გოგო რა კარგად დადის, თუ მისი თვით შეფასება არის პრიორიტეტი. რომელი ჯობია? ხო შეიძლება რჩევის სახით. რჩევის სახით კი, მაგრამ გააჩნია ჩემ რჩევაზე როგორ რეაგირებ. დამანებე თავი თუ მეუბნება, ესე იგი აქ ყავარ უკვე. ეს არ ნიშნავს, რომ არ მივცე რჩევა, ხო? ეხლა თუ ძალიან ამოვარდნილია და ვეტყვი, რომ რა ვიცი, მე თუ მეკითხავ, ის მეორე შარვალი რო გაქვს, ის უფრო გიხდება მაგზედაზე. აქ ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ 5 წლის ბავშვი თვითონ ხო, კი ბატონო. კი, მე უფრო მოზარდებზე გავამახვილე ხა ყურადღება, ხო, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თუ კი რაიმე დამოუკიდებლობის ხარისხთან შეიძლება იყოს, თვითონ აიღოს თავისი თებში და ჩადო. ძალიან პატარ-პატარა უნარები რა. ეს მხარე უფრო ეზარება. ხო, მაგრამ შეიძლება რომ წავახალისო ეს მხარეც, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც რა გამოსდით დამოუკიდებლად, იმით ძალიან კმაყოფილები არიან რა. ეხლა უცებ ამომიტივტივ და ჩემ დროს რა თქმა უნდა ამდენი სივრცე არ იყო და ალბათ თქვენ დროსაც ბავშვები სადაც გავერთობოდით და ერთმანეთის სახლებში ვქეიფობდით. ხო და იქ რო ჭურჭელს დავრეცხავ და ჩემზე მაგარი ადამიანი, ჩემზე ძლიერი და ჩემზე რესურსული არავინ არ მეგონა რა. იმდენად მეგონა რომ ეს რაღაცა ისეთი უნარი მქონდა, რომელიც სხვა ჩემი კლასელებს არ ჰქონდათ და ვფიქრობდი რომ აი ჭურჭელი ნახე როგორ დავალაგეთ დიდი და პატარა. ხო და არა აქვთ ეს ურთიერთობა და რაღაცნაირად ზედოზირებულად ჩავერთეთ, ხვდებით? ანუ გასაგებია რომ ფსიქოგანათლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შეცდომის უფლება არ უნდა მივცეთ რა. იგივე მშობლებს რომ აი ხა ამას წინათ ერთ-ერთი ის მეუბნება რა ქვია მშობელი რომ იცით როგორი აი ვითომ ძალიან მაგარი ბაღია და პედაგოგმა იცით რა უთხრა ბავშვს ეს გოგოსფერი როგორ აირჩია ბიჭმა ეს რომ ამაშენმა დაინახოსო გაგიჟდ ეხლა ამაში არ უნდა ჩავერიო არ უნდა ჩაერიო შენ შეგიძლია შენი შვილი გააძლიერო იმ რესურსებით, რასაც ნიშნავს გოგოსფერი და ბიჭისფერი რო არ არსებობს, მაგრამ არ ნიშნავს რომ ყველაფერი უნდა გავუკაფო რა. დარჩეს ის მე აღარ ვაპროტესტებ, აღარც მკაცრ მასწავლებელს, აღარც კრიტიკულ მასწავლებელს მირჩევნია რომ ჩემი შვილი იყოს იმდენად გაძლიერებული, რომ მას შეეძლოს გასცეს პასუხი, რომ იცით რა უკაცრავად ესე არა. ხო ვიდრე ყველა პრობლემა მე გავარდე და აბა ხმალი ავლესოთ და აბა მშობლებთა კომიტეტმა რაღაცა და არ არის ესე ჯანსაღი რა თვითონ დაიმკვიდროს თავი ის რაც როგორ ხდება ბატონო 5 წლამდე როგორ ხდება აი პრობლემა გვაქვს ჩვენ გქონდასავით 4 წლის არის ჩემი გოგო манипуляციის მსხვერპლი იყო სავით ბაღში და მეგობარმა აკბენინა სხვა ბიჭზე რომელზეც თვითონ მე შორიდან რატომღაც აკვირდებოდნენ მასწავლებლები ძალით აკბენინა და მე კადრებში ჩანს რომ ხელი მოკიდა ამ ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა რომ მიდი და უკბინეო აკბენინა ამაზე ისე მოხდა რომ მე როგორც კი მივედი თვითონვე მომიყვა ეს ამბავი რაღაც გართულებები მოყვა იქ მაგრამ ამ პერიოდში ცოტა თავი შევიკავეთ ბაღში სიარულისგან მივმართეთ ფსიქოლოგს მაგრამ წეგან როგორც აღნიშნავდით მეგობარზე რაიმე ისეთი არ უნდა უთხრათო ხო ვფიქრობ რომ ცოტა მოზარდებზე ვისაუბრე წეგან ხო ანუ რაღაცა როცა მიკუთვნებულობის თემა და უბრალოდ ჩემი თავიც დავიჭირე რომ ვფიქრობ იმით რომ მე ვითომ მეგონა რომ სწორს ვეუბნეოდი რომ თუ ვფიქრობ რომ ადამიანი შენზე манипуляციას ნუ ამ სიტყვით არ ამიხსნია ბავშვისთვის მაგრამ მასთან არ მოგწონს რაღაცა ცუდს გაკეთებინებს შეიძლება რომ სხვა მეგობართან მიხვი და იმასთან არა პასუხის გაცემა ისწავლოს რა რომ არ მინდა მე არ მინდა არა უნდა ვასწავლო ხო არა ვასწავლო ხო
არა, ვასწავლო ყველაზე ჯანსაღია რა, რომ აი ყველაფერი რაც მე არ მომწონს, არა ჩვენ ხო რაღაც საჭმელებს არ ვჭამთ, ხო? იმიტომ რომ შენ არ მოგწონს. ხო, ანუ ყველაფერი, სადაც მივალთ ყველაფერი ხო არ გვინდა რაღაც სათამაშოებზე ხო ვამბობთ რომ არა. ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა რომ არამდე მიმიყვანეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მშობლები ვცდილობთ რომ ჩვენი დეფიციტები დავაკომპენსიროთ. აი რას ნიშნავს, რომ ჩემ შვილს არ უნდა ყველა სათამაშო უნდა კონდეს. აი როგორი არაჯანსაღია ხა ყველაფერი რატო უნდა კონდეს ჩემ შვილს. ძალიან არაჯანსაღია რომ ყველაფერი კონდეს და გგონია რომ ბავშვთან როგორ თქვა ახლა რომ ფული არ მაქვს. ბავშვმა არ უნდა იცოდეს რომ ჩვენ გვიჭირს. მე დღემდე ტრამვად მაქვს რომ ჩვენ ფული არ გვქონდა ბავშვობაში. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივად აღიქვავენ მოცემულ რეალობას, ვიდრე მე ვდარდობ. ბევრად უფრო. ხო მე ჩემს ტრამვებს ვდარდობ რეალურად, რომ მე რო ბავშვები ვიყავი და რაღაცა, ხო? არ ვიცი. ეხლა ერთ-ერთმა მშობელმა ესე გააზიარა, რომ ჩემს თავს ვერ ვპატიობ, როცა მე ფული არ მქონდა, რომ ჩემი შვილი მეუბნებოდა, რომ შევიდეთ დავათვალიეროთ და მე ვერ ვყიდულობდი ამას ჩემს თავს და გონია რომ შვილი დატრამ. არ არის ბავშვი საერთოდ ტრამვირებული. არ არის. შევიდა დაათვალიერო, იცი როცა გექნება მიყიდი, ხო კი, როცა მექნება გიყიდი. არ არის ტრამვირებული, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ჩვენ რო გვაკლდა და ეხლა ჩემ შვილს რო ეს არ აქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ტრამვირებულია ჩემი შვილი. თვითონ დარჩა, თვითონ განიცდიდა იმ უმუშევრობის პერიოდს, როცა შვილი ეუბნებოდა, რომ შევიდეთ დავათვალიეროთ რა, არ ეუბნებოდა მიყიდეო, ხო, ის ბავშვიც ემოციურად გრძნობდა. მაგრამ თვითონ აქვს ეს გადაუმუშავებელი, რომ რას ქვია მე, ჩემი შვილი ესე დავსტრესე, ხო? და ეს სინამდვილეში მისთვის საერთოდ არ იყო, ათვალიერებდა ბავშვი რა. რაღაცებს, რომელსაც უყიდით და ძალიან ბედნიერად იღებდა ხო იმოცემულობას. ანუ ძალაუფლების განცდა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რა გამომდის მე, რაში ვარ დამოუკიდებელი, ხო? შემდეგი განუმეორებლობა. ბავშვებს ძალიან უჭირთ შეაფასონ საკუთარი თავი. როგორი ვარ მე, ეუბნება პირველ რიგში ოჯახი. რატო ვეძახით ოჯახს მიკროსამყაროს? იმიტომ რომ ოჯახში ვიგებ მე როგორი ვარ. ლამაზი ვარ, ჭკვიანი ვარ, კეთილი ვარ, ნიჭიერი ვარ, ზრდილობიანი ვარ, თუმცა აქაც გვაქვს ზოგჯერ გაქცევა. ხო, აი ეს გადაჭარბება. როგორ შეიძლება ვინმე საკუთარი თავიშვილი არ უყვარდეს, მაგრამ არაჯანსაღია შენ ყველაზე, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ, შენ ყველაზე ნიჭიერი ხარ. რატო არაჯანსაღი? იმიტომ რომ როდესაც ოჯახიდან გადის სხვა ველში, იქ ხვდება რომ არ არის ყველაზე. ამ დროს რა შემოდის? შემოდის რწმენა, ერთი რომ დედაჩემი მართალია და ესენი არ არიან მართლები და ბავშვებს ეწყებათ ამომიჩემეს, სპეციალურად მიკეთებენ, მასწავლებელს მე არ უყვარვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან მეორე რეალობა, დედაჩემი და მამაჩემი და ოჯახი ტყუილში მაცხოვრებდა. ხო, იმიტომ რომ ყველაზე. მესამე რეალობა, პერფექციონისტი ბავშვი. ვინ არის პერფექციონისტი ბავშვი, რომელიც ირჩევს მხოლოდ იმ კომპეტენციის გაძლიერებას, რომელშიც მართლა თავს კომპეტენტურად თვლის. თუ ფიქრობს, რომ ფეხბურთში არ არის ძლიერი, არ მივიღებ მონაწილეობას. ანუ რაღაცა საშუალო სტატისტიკურს ვერ ეგუება და ამიტომ ძალიან ბევრ რაღაცაზე უარს ამბობს. რომ არის რაღაცა არ შეუძლია და მაინც ის კონკრეტული წვე თუ ხო, რაღაცა არის შეიძლება, რაც იქ მოსწონს. ნახეთ, ის რომ არ გამოსდის, ძალიან კარგია რომ არ გამოსდის, რომ თქვით, ხო? ნახეთ, ტიპიური ბავშვი, მე არ ვამბობ პერფექციონისტზე, რომელიც იმიტომ ირჩევს, რომ გამოუვა, ხო? ტიპიური ბავშვისთვის ძალიან ჯანსაღია, რომ მე პროცესით მივიღო სიამოვნება. ხვდებით? ანუ მაგარი რაღაცა დავხატო და რამდენ ლარად გაიყიდება კი არა, რომ ხატვა თვითონ ძალიან სასიამოვნოა. ან მუსიკაზე დავდივარ, იმიტომ რომ მუსიკალური ნიჭი შეიძლება არ მაქვს და შეიძლება არც ნანი ბრეგვაძე ვარ, მაგრამ რაღაცნაირად სიამოვნებას ვიღებ გიტარაზე რომ უკრავ და ჩემთვის, აი ჩემს სათქმელს რომ ვამბობ. ხო? ამას წინათ ფსიქიატრი ყავდა მოწეული და იმან თქვა, რომ ყველაზე მეტად განვიცდიო ბავშვები რომ არ კონტაქტობენ ლექსებთან. მან ესეთი რამე თქვა, დაიდება მომავალში ეს ლექცია ჩვენთან. ლექსებთან რო არ კონტაქტობენ, ხო, რატო თქვა ეს? იმიტომ რომ ლექსი არის, ეხლა ხო რაღაცა ტენდენცია შემოვიდა, რომ ლექსებს აღარ აზეპირებინებენ და რაღაცა და გააზრება. ლექსი არის შესაძლებლობა შენი სათქმელი ლექსად ითქვას ისე, რომ შენ სიამოვნება მიიღო. ხო, აი რაღაცნაირად შენ რა ტკივილიც გაქვს, შენ რა მიღწევაც გაქვს, შენ რა სურვილიც გაქვს. არ ვიცი, აი შეყვარებულობის პერიოდში თუ გისწავლიათ ლექსები, მაშინ ყველა კარგად გაიგებთ. ხო, რატო სწავლობდით, რომ თქვენი სათქმელს ის რაღაცა ლექსი უფრო კარგად ამბობდა. იგივენაირად სიმღერაც და მუსიკაც.
ხო, მე შეიძლება ვიმღერო ისა რა ქვია, რა ვიცი, ქალს მშვენიერ ქალს მაშინ როცა ძალმხრივად შეყვარებული ვიყავი რა. ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მაგრად ვმღეროდი, ან თვითონ ეს სიმღერა იყო რაღაცა ისეთი, რომელიც უკვდავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ იმ დროს ჩემი სათქმელი თქვა და ჩემთვის ეს იყო განტვირთვის საშუალება. ჩვენ ხო მაშინ გვიჭირს, როცა რაღაცას ვერ ვამბობთ, ვერ ვახდენთ მის ვერბალიზებას და არ ამოგვაქვს ეს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის ხო ეს სხვაობაა, რომ რატო ვატარო ეხა ცეკვაზე, ეხა ესეც ნინო რამიშვილი არ გამოვიდეს რა. და ბავშვი ამბობს, რომ ძალიან მომწონს. ანუ შეიძლება არ არის ესეთი ნიჭიერი, ხო, მაგრამ მოსწონს მას. და ზრდასრულები რომ ხდებით, ფსიქოთერაპიას რო ვიწყებთ, მე ისევ გვეუბნებია, რომ დღეს აქ და ამჟამად მიიღეს სიამოვნება. ნუ დარდობ შარშან რა იყო და მომავალ წელს რა იქნება. ეხლა ისევ ბავშვობაში გვაბრუნებენ. და ბავშვი ვინ არის, ხო, რომ არ აინტერესებს ამისგან ეხა რა გამოვა რა, სუხიშვილების მოცეკვავი. ძალიან ბედნიერია ამ პროცესით. პროცესზე ორიენტირებულია ბავშვი საბოლოო ჯამში და ჩვენ შედეგზე ორიენტირებული. თუმცა ამ შედეგზე ორიენტირებულობა მიგვიყვანა იქ, რომ იქამდე რომ აწმყო დაგვეკარგა. ხო, და აწმყოში თუ ვარ, ბავშვი ვინ არის, აწმყოში ბედნიერია. სადღაც რომ მიყავს, იმაზე მეტად ბედნიერია, ეხლა რომ უნდა ჩაიცვას. ჯგუფზე საუბარი მაგალითად ამ შემთხვევაში ფეხბურთზე. ხო. და კონკრეტულად აი ჩემს ბიჭს ძალიან უნდა ფეხბურთზე სიარული, მაგრამ ის ფეხბურთის ჯგუფი თუ ნაკრები თუ რაც არის, არიან ძალიან ძლიერები. და შესაბამისად ამ ჯგუფში არ არის ისეთი, რომ ანუ ჯგუფს თვითონ ესე ფიქრობს? ვერ ფიქრობს, მაგრამ სამწუხაროდ ჯგუფიდან წამოვა, ხო, ეს რაღაც და აი ამ შემთხვევაში რა არის კარგი, მაინც უნდა ვატარო? არა, ამ შემთხვევაში არის ყველაზე კარგი თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ მარცხთან გამკლავება ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელი ამბობს რომ მე ვერ წარმომიდგენია ჩემი შვილი რომ ადგება და იტყვის გაკვეთილი არ ვიცი და უნდა წარმოიდგინო რომ შერცხვეს მას. შერცხვეს ერთხელ ადგეს და თქვას რომ არ ვიცი გაკვეთილი. დავტოვო იმ ემოციასთან რაც არის სირცხვილი. იმედგაცრუება საკუთარ თავის. ხო და ნახე ეს ხო ესე არ იქნება ხო იქ ვიღაც აუცილებლად არა უშავს. არა, ეს არის ჩემი შეფასება. მას თუ იქ რაღაცა ეკომფორტულება, იმან შეიძლება ფეხბურთზე მეტი წამოიღოს დისციპლინა, წამოიღოს საკუთარი თავის წრთობა, წამოიღოს ბრძოლის უნარიანობა, წამოიღოს გუნდურობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციებია, რომელიც მთელი ცხოვრება გვჭირდება და არ გვაქვს სამწუხაროდ. ფეხბურთზე მეტად მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რაც შეიძლება მას ძალიან მნიშვნელოვნად გულისხმა ის რომ აი თქვათ მისი თამაშის, ცუდი თამაშის გამო ჯგუფმა წააგო ფეხბურთი და თავს როგორ და ვინ თქვა რომ ჩემი შვილი იმიტომ მოვიდა ამ დედამიწაზე რომ სულ გამარჯვებული უნდა იყოს. უნდა იგრძნოს. ეხა არ გრძნობს, ეს დედა გრძნობს და მამა. თვითონ თუ იგრძნობს, არავის არ უნდა ყოველდღიურად მარცხთან კონტაქტი. ხან აი ეხა ჩემი გოგო მაგალითად არ არის სპორტული და რამდენიმე სპორტულ ღონისძიებაში მაგით არ მიიღო მონაწილეობა რომ არ წაიღო. მორჩა, თვით არავის არ გვსიამოვნებს ყოველდღიურად მარცხთან შეხება. ხო? როგორც კი გააცნობიერებს, არ ვიცი, მწვრთნელი ეტყვის, გუნდელი, თანაგუნდელი ეტყვის თუ ვინ ეტყვის, არ ვიცი, მაგრამ რო გააცნობიერებს, ეს იქნება მისი გაცნობიერებული პასუხი, რომ აღარ მინდა ფეხბურთზე წასვლა. ვიდრე გამოვიყვანო და მე ჩავთვალო, რომ შენ ეს არ გამოგდის. რომელ ჯგუფშიც დამყავდა, ეს არის მისთვის მაგარი ჯგუფი და რეალურად არ არის, თქვათ, ანუ ისეთი სიძლიერის მართლა, რომ იაროს იმ რაღაცა მაგარ ჯგუფი ნაკრებში. და მაგას ამბობს, რომ მე იქ იმიტომ არ ვიყავი, რომ რაღაცა არ იცით რა არის? ჯერ ეს ერთი აღქმა სიტუაციის და მოვლენების აღქმა არის კვეთრად სუბიექტური. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ 100%-იანი მართალი ხართ და ის 100%-იანი მტყუანი. აღქმა არის ძალიან სუბიექტური რა. იმისთვის ის თამაში რა არის, ეს მხოლოდ მან იცის. დამერწმუნეთ მისთვის რომ ეს იყო შემაწუხებელი, დამთრგუნველი, იმედგაცრუებული, აუცილებლად წავიდოდა. თუმცა სპორტული აქტივობა თავისი მიზნებით, ხო, ნებისყოფა დისციპლინა, საკუთარ თავზე გამარჯვება, ძალისხმევა, სიჯიუტე, ბრასთან, ეს არის ის რაღაცები, რაც ძალიან გვჭირდება ჩვენ სხვადასხვა სფეროში. გუნდურობა, მიკუთვნებულობა, ბრძოლა, მარცხის ერთად გადატანა, გამარჯვების ერთად გაზიარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რაც გვჭირდება. მორცხ ბავშვზე ვისაუბრებ ახლა ცოტას, იმიტომ რომ არ გამომრჩეს ეს კომპონენტი. ხო, და ავტორიტეტი. ავტორიტეტები უნდა ვყავდეს ბავშვს.
ვის ბაძავს, ხო? აბსოლუტურად ყველა ასაკში ჩვენ ვიღაცას ვბაძავთ. აბსოლუტურად ყველა ასაკში. ეხლა რო ვთქვათ, რომ ელემენტარული რამე რომ მკითხოთ ეხლა რომ აი თქვენი გემოვნებით გაცვიათ, მე გეტყვით რომ კი, ჩემი გემოვნებით მაცვია. გაუცნობიერებლად შეიძლება ვიღაცას აცვია ესე. მე რომ მკითხო, ყველაზე კარგი სამოსი ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის არის ქართული ნაციონალური სამოსი და რატო არ ვზევარ ეხლა აქ ქართული ნაციონალური სამოსით? არა, ძალიან კომფორტულია. მე მაქვს ერთი ძალიან კარგი ჩოხა, რომელიც ამაზე ნაკლებად კომფორტული არ არის. ანუ ჩემი გემოვნებით კი არ მაცვია, რაც არის, ხო, გარემოს დაკვეთა, ისე მაცვია. ვიღაცას ვბაძავთ ყოველთვის. ყოველთვის ვბაძავთ ვიღაცას. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. კარგია თუ გაცნობიერებული მაქვს მე. რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა საკუთარი თავის მოძებნა, მაგრამ ფრაზა რომ მე არავის არ ვბაძავ და მე ესეთი ვარ და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა არა. კი. სკოლაში გაუმზადდა დიდი არა 16 წლის ბიჭია და ორი ზედა დაუდე რა ერთი ხუთი და ერთი ჯემპრი და რომელიც კიდე ჩაიცულა და ამ ორივე ჩაიცულა ზედა ჯემპრი ეცოდა რო ხარი და კიდე კურტკა ჩაიცულა ესი არა დედა ნუ რაღაცა ისეთი შემომიყვირა რომ ჩხუბსაზრი არ თუნ დაუნებო თამით წავიდე ეგრე სკოლაში მაგრამ ორივე ჩაიცულა როგორ ჩავარივე ხლა ამ სიტუაციაში კითხვა მაქვს, დამოუკიდებელი უნარები დიდი ხანია აქვს თვითონ რა უნდა ჩაიცვას? აკეთებს, მაგრამ მაინც ძირითადად მე ვუმზადებ. არა აქვს. არა აქვს დამოუკიდებელი უნარები და აქედან გამომდინარე რაც გაუმზადეს, ის ჩაიცვა. ხო, ამიტომ რაზე გაქვს სამუშაო მის დამოუკიდებელ უნარებზე. თვითონ გაიმზადოს, თვითონ მოიმზადოს, თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ. ხო, თვითონ უნდა გაიმზადოს ეს ყველაფერი და თვითონ და დასცხეს ერთხელ რომ მიხვდეს რომ სხვა დროს სამი არ უნდა ჩაიცვას. ხო, ანუ ვაიმე არ დასცხეს ეს რა გააკეთა, არა დასცხეს. მე უბრალოდ არჩევანი სასიცოცხლოდ ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაც არის ეხლა რომ რაღაც არ დაიწვას და არ გადავარდეს, აქ ვერევით ცხადია, მაგრამ ის სადაც თვითონ უნდა რაღაცნაირად დაეცეს და ადგეს და სიარული ისწავლოს, ისე არ ვსწავლობთ ჩვენ სიარულს, ხო? ანუ თუ მე იმის შიშით რომ ვაიმე არ დავეცე ეხლა სიარული შევწყვიტე, აკეთებენ ხოლმე ბავშვები პაუზას, ხო? ხო? ანუ ჩათვალეთ, რომ ჩვენ სიარულს ვერ ვისწავლით რა. ანუ მე თუ იმის მეშინია, რომ არ დავეცე, ვერ ვისწავლი სიარულს. ამიტომ ბევრჯერ ვეცემი, რომ ერთხელ სიარული ვისწავლო. ეს ძალიან ჯანსაღია რა. არის ესეთი წიგნი ზარმაცი დედა. და ამ წიგნს სულ ვაზიარებ, არის ერთ რამეზე მხოლოდ აქცენტი, რომ იქ სადაც დამოუკიდებლობის ხარისხი შეიძლება გაზარდო ბავშვის მიუში, ხო? მორცხ ბავშვზე ვისაუბროთ. სიმორცხვი არის ერთის მხრივ, როგორ გითხრათ, ზოგჯერ არიან მშობლები, რომლებიც თვითონ უფრო მეტად წუხან, რომ საკუთარი შვილები მორცხვები არიან, ვიდრე თვითონ ამ ბავშვს აწუხებს. თუ კი სიმორცხვი არის შფოთვასთან დაკავშირებული, ბავშვი შფოთავს და ვხედავ, რომ ეს მნიშვნელოვნად უშლის მას ხელს იყოს ფუნქციური, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერევით ჩვენ როგორც ფსიქოლოგები. თუ კი მას ეს სიმორცხვი არ აწუხებს და ზოგჯერ არის ქცევის მოდელირება, ჩვენ ხო ხვდებით, რომ ხა შეიძლება ჩემი ქცევის მოდელი იყოს, ხო? მე თუ არა უკაცრავად, არა შეწუხდეთ, ნუ არა და ჩემი შვილიც იგივეს აკეთებს, მაშინ ჩემი შვილი ამორცხვი ვერ ვიტყვი, მე ბაძავს, ხო? ცხადია კომუნიკაციაში ნახავთ თქვენი შვილები როგორ გბაძავენ. ამიტომ თუ კი ვხედავ რომ მას აქვს ინიციატივის დეფიციტი, ვხედავ რომ ის არის არ იღებს რაღაცებში მონაწილეობას, მაღალი შფოთვა აქვს, ვიღაცასთან კომუნიკაციის დროს იძაბება და აი ის უნარები, რომელიც მისი ასაკისთვის არის ნორმა, ინიციატივები, დამოუკიდებლობის ხარისხი, კონტაქტში შესვლის სურვილი, არჩევანი, ცნობის მოყვარეობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის მთლიანად დათრგუნული და სიმორცხვით შემოფარგლული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკვე მივმართავს სპეციალისტს, ხო? ზოგადად ეს ემოცია საიდან მოდის, ახლა ძირითად ფაქტორებს ალბათ ყველა ვიცნობთ, ეს არის კრიტიკული გარემო, შედარება, საჯაროდ დამცირება, ქცევის პიროვნულ მახასიათებელში გადაყვანა, შენ ხარ უპასუხისმგებლო, შენ ხარ ბინძური, შენ ხარ უზრდელი, შენ ხარ ზარმაცი და ქცევის და პიროვნების არ გამიჯნა, როცა შემიძლია ვთქვა, რომ მესამედ გთხოვე და დღეს ისევ არ არის ალაგებული ოთახი, საწოლი, სამჯერ თუ ოთხჯერ დაიგვიანე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ხარ და ოთხჯერ დაიგვიანე, ხო? გამეხარდება დროულად თუ მოხვალ, იმიტომ
ერთდროულად მოსვლის შემთხვევაში ჩვენ ამას და ამას ანუ რა მოხდება? გამეხარდება შენ ოთახს თუ დაალაგებ, იმიტომ რომ სტუმრებს ველოდები და შენ თვითონ გესიამონება შენ ოთახში რომ შემოიყვანო შენი მეგობრები თუ სტუმრები თუ ვინც არის, ხო? ეს სხვა რაღაცაა და მე ბოლო წუთას თუ შეუვარდები და შებინძურო ეს ისევ ესე გაგდა რას გავხარდა ესეთი ხარ, ეს უკვე ცხადია არის კრიტიკა, ხო? ეს კარგად გვესმის ჩვენ, ხო? რა შეიძლება ახლა მორცხ ბავშვთან რომ გავაკეთოთ? არის ის რომ პირველ რიგში კატეგორიულად არ ვადარებთ შენი დაყოჩაღია და შენ ვის და ემსგავსე შენ მამა შენს გავხარ და შენ მე მგავხარ და ასე შემდეგ არ ვადარებთ არავის წავახალისებთ ქცევას ანუ ეს არ ნიშნავს რომ ბოლომდე დაალაგა თავისი ოთახი მაგრამ დიდი მადლობა რა ლამაზად გაასწორე საწოლი პატარა რაღაცა ხო გააკეთა გუშინდელისგან განსხვავებით არასდროს არ არის ქცევა შენიშვნასთან დამეგობრებული. აი დღეს კი დაალაგე, მაგრამ აი გუშინაც რომ დაგელაგებინა რაღაცა. აქ უკვე აღარ მივიღე კომპლიმენტი, ესე იგი მაინც ცუდი ვარ, თუ კიდევ რაღაცა ხარ ჩემი თუ კმაყოფილო, ხო? გამოვკვეთ ქცევას როგორც ცალკე კომპონენტს, რომ გადასარევი არჩევანი გააკეთე და არა ზოგადად შლეიფად რა კარგი გოგო ხარ. რა კარგი გოგო ხარ და რა კარგი ბიჭი ხარ არის გაურკვეველი ქცევა. ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს კონკრეტულად ის ქცევა გამოკვეთილი. არავითარ შემთხვევაში არ ვიწყებ ბავშვის ანალიზს ვიღაცასთან მისთვის ავტორიტეტთან, მაგალითად მასწავლებელთან, მე რაღაცა უნდა გითხრათ, ან ექიმთან, ან არ ვიცი რა, მამასთან მაგალითად, ხო? ძალიან ხშირად თუ კი სქესთან მიკუთვნებულობა აქვს რაღაცას გიზიარებს გოგო დედას, მამასთან არ იწყებ მის გაკრიტიკებას და პირიქით, ხო? და აუცილებლად ინარჩუნებ ანონიმურობას, როდესაც ბავშვი მხოლოდ ჩვენ გიზიარებს და ამას არასაჯაროებ პედაგოგთან და კლასელის მშობელთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და პატივს ვცემ მის არჩევას, გასაგებია რომ შეიძლება დამაზიანებელ ქცევაზე არ ვსაუბრობთ ახლა, მაგრამ ის კლასელი, რომელიც თქვათ მისთვის არის ესე ვთქვათ, შენთვის არის ოროსანი, მისთვის სულაც არ არის ოროსანი და აქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება, მაგრამ როცა ეტყვი რომ აი რატომ მეგობრობ მასთან ის გიპასუხებს რომ დედა შენ მაინც არ მოგწონს რა. ხო და ამით უკეტავ საზღვრებს. პირად გამოცდილებას რაც შეეხება, აუცილებლად გაგიზიარებთ იმას, რომ მოზარდობის ასაკში განსაკუთრებით მაღალი არის ჩაკეტილობა, პირადი სივრცის მოთხოვნილება, არ მინდა ჩემს ოთახში შემოხვიდე, არ მინდა ჩემი ნივთები აიღო, არ მინდა. ეკრანთან გატარებული დრო, რა თქმა უნდა, მაღალია. ჩემი რჩევა არის, საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ, დაინტერესდით რას უყურებენ. აუცილებლად დაინტერესდით რას უყურებენ. ასევე მოზარდებს ხშირად ვეკითხები, რა არის, რასაც თქვენ უყურებთ, იმიტომ რომ მე ჩემს შვილთან ვუყურო იგივეს. ხო? რატომ? იმიტომ რომ რითიც ისინი იკვებებიან ჩვენც თუ იგივე რაღაცებით ვიკვებებით, ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ისინი რას გრძნობენ. ძალიან დიდი პატივს ვცემ დათა თუთაშხიას, მაგრამ თუ დათა თუთაშხიას არ კითხულობს, არ ნიშნავს რომ ავტომატურად ბოროტი ბავშვი იზრდება. შეიძლება უყურებდეს რაღაცა ანიმეს, ან უყურებდეს რაღაცა დორამებს და ჩავერთო მეც იმ პროცესში. ხო, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ გავიგო რა შინაარსით იკვებება. თუ კი მე დავიწყებ იმ შინაარსების კრიტიკას, რა დებილობაა, რა სისულელია, აი ამან გამოგირეცხა ტვინი, აღარ უყურებს ცხადია იმ რაღაცას. როგორც იმ პატარა ასაკში, თუ კი თამაში ვერთვები და იმ თამაში შემომაქ ჩემის წესები, აღარ უყურებს. ამიტომ თუ კი მინდა ჩემი შვილის პულსაციას ვგრძნობდე, აბა ყავს შეყვარებული? ეტყვის რომ არა მაყავს და არც გეტყვი ამას შენ. მაგრამ თუ კი მაინტერესებს ჩემი შვილი როგორ აღიქვავს პარტნიორს, რა არის მისთვის სიყვარული, რა არის მისთვის მოწონება, როგორ ზოგადად სქესობრივი განვითარება და სექსუალური განათლება როგორ მიდის მასთან პროცესში, შემიძლია მე მას ვუყურო მასთან ერთად რაღაცა ანიმეებს და იქ ძალიან კარგად ვიგრძნობ ამას. ხო, როგორც აი ნახატზე რო ლაპარაკობენ, რომ ეს არის გოგონა, რომელსაც რაღაც ანუ ვითომ განყენებულ რაღაცაზე ლაპარაკობს. სინამდვილეში ორივე შეგვიძლია სერიალზე ვილაპარაკოთ და მივხვდე მე ჩემი შვილი რას გრძნობს. ხო, ჩვენ ხო რეალურად კონტროლი კი არ გვინდა, გვინდა რომ არაფერი გამოგვეპაროს, არაფერი შეეშალოს, არაფერს რაღაცა არაჯანსაღად არ შეხედოს და ამ ნაწილში შემიძლია რომ მე ის გავაძლიერო. და ბოლოს მინდა რომ სანამ შევისვენებთ ესეთი ჩემი საყვარელი იგავით დავასრულო შეხვედრა თვით შეფასებას ძალიან კარგად ეხმიანება. მოკლედ მეწაღე გაუშვეს აფრიკაში და
დარეკა ამ ერთ კვირაში ამ მეწაღემ, რომ ეხლავე დამაბრუნეთო კაციშვილს არაცვი აქ ფეხზეო და ეხლავე დამაბრუნეთ ეს რა ქენი, ცად ჩამომიყვანეთ, ეხლავე დამაბრუნეთო და დააბრუნებენ და ახალ ბედა მეწაღეა და მოდი ეს გავუშვათო რა იქნება, რა მოხდეს. და გაუშვებენ ამ ახალ ბედა მეწაღეს აფრიკაში და აღარ რეკავს ეს ახალ ბედა მეწაღე რა, აღარ რეკავს და მოვიკითხოთ, ეხლა ცოცხალიაო, ეს თუ რა შვება და დარეკავენ, რა შვებიო, როგორ ხარო და ფეხზე არავის არაცვია და მთელ აფრიკას მე უნდა ჩავაცვაო. ეს არის თვითშეფასება, ერთი და იგივე საკითხის განსხვავებული ხედვა, სადაც ერთ შემთხვევაში ურესურსად გრძნობ თავს და მეორე შემთხვევაში ფიქრობ, რომ მთელ აფრიკას შემდა ჩაასვა.